What's up YouTube? Salami ყოველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, გადავწყვიტე რომ ეხლა ამჯერად სრულფასოვანი ვიდეო დავუთმო. ვიტყოდი რომ ალბათ ყველაზე მასისტურ და ყველაზე მასიურ ფაქტიურად SARM-ს სახელად LGD 40-33. ვილაპარაკებ ისე იგი ფაქტიურად რაღაც კვლევას განვიხილო, რაც აქ მაქვს. კაი კვლევაა, საინტერესო კვლევაა, მოკლეა უბრალოდ, არის მიახლოებით სამკვირიანი. ამაზე ვილაპარაკებ ჩემს გარკვეულ რაღაცა experience, იმიტომ რომ რაც მე ალბათ ლიგანდრული მაქვს დალეული. რა ვიცი, ძალიან საკმაოდ ბევრი. ამიტომ ჩემი პირადი გამოცდილებაც მაქვს როგორც ანალიზების კუთხით, ასევე სხვა გარკვეული რაღაცა ისეთ ვარიანტში ვიტყოდი bro science-ის ვარიანტს. აქვს როგორ ნიუანს. ამას წინათ მიახლოებით 1-2 კვირის წინ წერდა ერთი ახალგაზრდა და მე მწერდა მაგის მეგობარი, რაღაც ლიგანდრული დაიციეს და ვაფშე ვერაფერი ეფექტები ვერ იგრძნეს. ჩავაყრევინე ფოტოები და აგიხსნით როგორ ნიუანს მეგობრებო. ეხლა ბოლო ხანებში, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გართულდება. ძალიან ჭირს ეხლა ზოგადად ფარმაკოლოგიური მსოფლიოში ზოგადად ფარმაკოლოგიური ირევა სიტუაცია ვაფშე ყველგან და მით უმეტეს ყოველთვის გადავა წარმოება და გადავა სინთეზირება ყოველთვის ისეთი გარკვეული რაღაცა ნივთიერებების, რაც შედარებით ნაკლებად არის საჭირო. თქვენ ხო ხვდებით რომ ყველაფრის რესურსი არის შეზღუდული, ყველაფრის აბსოლუტურად. რო ავიღოთ თქვათ რაღაცა გარკვეული ქარხანები თქვათ, აი 100 ქარხანა, რომლებიც თქვათ აწარმოებენ რაღაც გარკვეულ მედიკამენტებს. იქ აქვთ შიგნით რაღაც გარკვეული თავის რესურსი. ყოველთვის თქვათ თუ ადამიანები უმეტესობა თქვათ სამკურნალოდ გამოიყენებენ მაგალითად ეუთიროქს, რა ვიცი, თქვათ მიახლოებით 1000 კაცი, იმ 1000 კაციდან შესაძლებელია რომ ლიგანდოს გამოიყენებს მიახლოებით 10 კაცი. ამიტომ ყოველთვის რაღაც გარკვეული ნივთიერების სინთეზირებაზე თუ მივასაუბარეთ, რაღაცა თქვათ წარმოებაზე ყოველთვის პრიორიტეტი იქნება მედიკამენტების, რომლებიც რეალურად ხალხს სჭირდება სამკურნალოდ და მე უკვე მსგავსი ისეთი რაღაცა გარკვეული ჯვრაქსები, რომლებიც მატებენ გარკვეულ სპორტულ პერფორმანსს, მოყავართ ჩვენ ჟანზე და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება როგორი ნიუანსი. ბევრი კვლევებია, SARM-ები საკმაოდ გაჰაიპებულია. ამერიკაში ძალიან ცვეთშია, უცხოეთში მაგარ ცვეთში არის, ჰაიპში არის. ლოგიკურია, რომ გარკვეულია იქ უფრო ფინანსური ინტერესი არის მათ, სადაც რაღაცა არის უფრო გაპიარებული, რაღაცა არის უფრო ჰაიპის თემაში. და ხო შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი არიან ვთქვათ ისეთი უნამუსო გარკვეული ხალხი არიან, რომლებიც უბრალოდ აკრავენ ზევიდან, რომ არის თვითონ ლიგანდრული და სიმართლეში არის გარკვეულად ცარცი. და აუხსნი მაგის ნიუანს. ზოგადად ბოლო ხანებში, ბოლო თუ არ ავწდები 2 წლის განმავლობაში, რაც არის წარმოებული ქვეყნები, რაც არიან გინას თქვათ ფარმაკოლოგიის, გინას თქვათ რაღაც გარკვეული მედიკამენტების, ჩინეთი და ინდოეთი ძალიან შეწყვიტეს განსაკუთრებით სტერიკების წარმოება. ეგ არის ერთი ნიუანსი. გზად ძალიან შეწყვიტეს SARM-ების წარმოება. საერთოდ ეხლა თქვენ რო ხვდებოდეთ, ალბათ აი სანთლით არის საძებნელი რაღაცა დასინთეზირებული მიახლოებით 2-3-5 წლის წინ. ეხლა ვიგეტყვით რომელი SARM-ი? SARM-ი რო არის ახალი ხო არის ეს ლიგანდრული 40-33 და არის 30-33. აი ეგ ფაქტიურად ნივთიერება ეხლა არის ძალიან დეფიციტში. და დროთა განმავლობაში ეს SARM-ებიც იქნება მაგარ დეფიციტში. ეხლა ჯერ აქამდეც მასე იყო, მაგრამ ეხლა უფრო და უფრო დროთა განმავლობაში დამიჯერეთ, რომ გინა ფარმაკოლოგია, გინას ყველა გარკვეული რაღაც SARM-ები ძალიან გართულდება ხარისხენის დათრევა. ეგ არის ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი რაც არის. არიან ბევრი წარმოებლები, რომ უხეშად თქვათ, ჩამოაყალიბებენ რაღაც გარკვეულ ბრენდს, თქვათ 10000 რაღაცა ბანკაში, ჩაყარიან საერთს, გადაეხდიან რეკლამაში ფულს, გაიყიდება ეფექტი 0 და მერე ბრენდის დაიხურება. მერე აიღებენ სხვა ბრენდს გააკეთებენ. ამიტომ არ მე აი ფაქტიოდ ის ჩემი უფრო მეტილად მომართვა ვიდეოების არის ის, რომ არანაირი პოპულარიზაცია, просто უბრალოდ მინდა რომ გათვითცნობიერებულები იყოთ და იყოთ ნაკლებად მოტყუებულები რაღაც გარკვეული ნივთიერებებთან დაკავშირებით. ანუ ყოველთვის რასაც თქვათ, რაღაცას თქვათ, გარკვეულად აწერია რომ არის თქვათ ლიგანდრული სიმართლეში შესაძლებელია ლიგანდრული შინთ არ იყოს. აი ეგ არის ერთი ნიუანსი. უნდა იყოს ნივთიერება დატესტილი. ეგ ერთი. მეორე ნიუანსი ფაქტიურად, რაც ეხლა იყიდება ოზონებზე და გარკვეულ საიტებზე და სხვა რაღაც ისეთ საიტებზე, ვიტყოდი რომ 90% არის ფეიქი. ეგ ერთი ნიუანსი არის. დაშე კიდე რაც შეეხება ეხლა ითქვას კიდე ფარმაკოლოგიაზე. მათ ხო ვაფშე საშინელი არის გარკვეული სიგნალი იმ კუთხით, რომ თქვენ რო ხვდებოდეთ მეგობრებო, მაგალითად რო ავიღოთ თქვათ უხეშად კილოგრამი ტესტოსტერონი თქვათ ფხვნილი, ფხვნილი ყველაფერი ფხვნილია თავიდან, მერე შესაბამისად რაც მზადდება და იხარშება და რაღაც გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესებს გადის. ტესტი კილოგრამი უხეშად ღირს $1000 უხეშად. პრიმაბოლანი კილოგრამი ღირს მაგალითად $6000-7000. რადგან პრიმაბოლანი ძალიან მოთხოვნაშია და ჩვენ ვიცით სულ ყველა მიციან რომ ზოგადად პრიმაბოლანი არის ყველაზე რბილი. ფაქტიურად იყო ერთ-ერთი გარკვეული საინტერესო კვლევა, რომ ერთ-ერთ პაციენტს კლინიკაში იწვა
ტიპი და ეგთანი უკეთებდა კვირაში ორჯერ, ეგონა რომ უკეთებდა კვირაში ორჯერ, თუ არა ვცდები 100 მგ პრიმაბოლანს და როგორი სიტუაცია იყო? იყო ბალონი, ფლაკონი იყო. ფლაკონში ამოქონდა, მაგას 10 კუბი ამოქონდა და უკეთებდა სიმართლეში კვირაში 2 გრამს. და რაღაცა გარკვეული ისეთი საშინელი საიდეფექტები და რაღაცები არ ქონია. პრიმა საერთოდ არის ყველაზე რბილი ისტორიაში სტერიკი. მაგრამ რადგან ნივთიერება არის ძვირი და თან ვერც იშოვება და რაღაცა არიან უბრალოდ წარმოებლები, რომლებიც კლასიკური თქვა ტესტოსტერონი აქვს და უბრალოდ ზევიდან აკრავენ რო არის პრიმაბოლანი. და ყველაზე მთავარი ინდიკატორი რა არის, რომ მივხვდე რომ რეალურად რაღაცა მუშაობს თუ არა. რაღაცა გარკვეულ პერფორმანსს უნდა გაძლევდეს თქვა დარბაზში. ან ცოტა უნდა მოყავდე ჯანზე, ან ცოტა უნდა გაშრობდეს, ან ცოტა რაღაც სხვაობას უნდა გაძლევდეს. და ლოგიკურია რომ ავიღოთ თქვა ტესტოსტერონს, როცა ადამიანი თქვა იკეთებს 200 მგ-ს და რაღაც ვარიანტში არის და ვითომ ავატეს პრიმაბოლანს და პრიმაბოლანში ასხია ტესტოსტერონი და სიმართლეში გამოძვის უკვირეში იკეთებს მიახლოებით 350 მგ ტესტოსტერონს, სხვაობა ხო ექნება და გონია ხალხს რომ პრიმაბოლანს იკეთებენ. იგივე სიტუაცია არის მასტერონზე, იგივე სიტუაცია არის მოკლედ დეკაზე და მოკლედ იმდენი რაღაცა არის, რომ არ მინდა ბევრ ამაზე ლაპარაკი, თორე ბევრი საინტერესო რაღაც ისეთი რაღაცები არსებობს ამ ქვეყანად მოკლედ და ამიტომ იმის თქმა მინდა რომ ლიგანდროლზე რაც იმ ბიჭებმა მომწერეს, ეგ არ იყო ლიგანდროლი ცვეთში, იმიტომ რომ ლიგანდროლი არის ძალიან ეფექტური და დაჟე ლიგანდროლს ახასიათებს აი ის, რომ ავიღოთ თქვათ აი რო შევადაროთ თქვათ მეთანდიანოს იგივე დიანაბოლს, მეთან იწყებს მუშაობას იგზნობა მიახლოებით ალბათ ვიტყოდი უფრო 1-2 კვირის შემდეგ, 12 დღის შემდეგ. იმიტომ რომ მეთან ეწევა პახულდა ესტრადიოლს და ესტრადიოლს დადებითი ბენეფიტები აქვს. წყალს აყენებს ცოტა უფრო ჯირკავს და უფრო ჯანზე მოყავხარ. ლიგანდროლი იგზნობა უკვე დაჟე 1-5-7 დღის შემდეგ თუ არის ნამდვილი ლიგანდროლი ძალის ვარიანტში. აი ხა რაც შეეხება თქვათ ამ კვლევის ვარიანტს, აქ არის 2012 წლის არის. აიღეს მოკლედ 76 მამაკაცი 21-დან 50 წლამდე და წარმოიდგინეთ რომ 3 კვირის განმავლობაში პროსტა აძლევდნენ ძალიან დაბალ დოზირებას, აძლევდნენ მიახლოებით 1 მგ-ს ლიგანდროლს. ყველანაირი კუთხით გადატანილობის ვარიანტში არც ჰემოგლობინი, არც რაღაცა ღვიძლის ფერმენტები არ იცვლებოდა, არაფერი გარკვეული რაღაცა საიდეფექტები არ იყო გარდა იმისა, რომ ტესტოსტერონის სუსპრესია ხდებოდა. თქვენ ხდებოდეთ ტესტოსტერონზე ზოგადად. ბევრს გონია, რომ ადამიანი ჯანზე არის მაგიტო, იმიტომ რომ აქვს მაღალი ტესტოსტერონი. სიმართლეში ვაფშე საერთოდ მასე არ არის. და აგიხსენთ როგორ ნიუანს. ჩემთან მოდიე კონსულტაციაზე, ძალიან ბევრი რომ ხდებოდეთ მოჩხუბარე და ძალიან მაღალი დონის MMA-ის მოჩხუბარი ბიჭები. მოდიან და მაგათ აქვთ წარსული სპორტის მიახლოებით ერთი ალბათ ვიტყოდი 10-12-15 წელი ზოგი ვარჯიშობს. თქვენ ხო ხდებით? ყველა ვინც ვარჯიშობს და რაღაცა პლატოზე მიდის, მე ებადება აზრები რომ რაღაცით თქვათ, თუ არ დახიმიჩნდეს რაღაც ისეთი ნივთიერება მიიღოს, რომ თავის პერფორმანსი ცოტა გააუმჯობესოს. და ლოგიკურია ახლა, რაც ყველაზე გაჰაიპებულია, რაც რაღაცა დარბაზებში გავარდნილი არის ინფორმაცია ზოგადად, რომ ინიექცია წოწო არის, არ შეიძლება ინიექცია, გინდაც პროპიონტი რო ავიღოთ 30 მგ არა, რახა ნემსი არის, არ შეიძლება. და უნდა დაიწყო უეჭველი ტაბლეტით. მოჩხუბარები ლოგიკური რას უბერავენ ანტურინაბოლს, უბერავენ ანოქსანდროლს. ნებისმიერი გარკვეული რომელიმე კომპონენტის შეყვანა ჩვენში 2 კვირა, 3 კვირა რო გადის, LH-FSH-ი იქვეითდება და ხდება ჩვენი ბუნებრივი ენდოგენური ტესტოსტერონის დროებითი სუსპრესია. დაქვეითება. მერე შესაბამისად ეგ ბიჭები ხან დოპინგ კონტროლს აბარებენ, არავის საერთოდ გამოცდის თემა ვაფშე არ იციან და წლების განმავლობაში თან ზოგი ანალიზს ვაფშე არ აბარებს და დადიან და ცოცხლობენ, ჩხუბობენ, გადიან შეჯიბრებზე ჩვეულებრივ ზერო ტესტოსტერონით. მოდის ახლა ხანს ჩემთან მიახლოებით 1-3-4 თვის წინ ადამიანი იღებს ერთჯერ კონსულტაციას. ევროპელია, ჩხუბობს, მაგარ ჯანზია, წარმატებულად ჩხუბობს, ვაბარებთ ანალიზებს და ტესტოსტერონი აქ ქვედა ზღვართან. და რო ვეკითხები რომ რამეს თქვათ იღებდი თუ არა, კლასიკა. აი ვიღებდი თქვათ 100-აბი დავლიე თქვათ ტურინაბოლი შევეშვი, 100-აბი დავლიე ოქსანდროლი შევეშვი. გამოსვისთემები და რაღაცები არავის არ გაუკეთებია და ჩვეულებრივ კაცი ჩხუბობს, იგებს და ჩვეულებრივ არის ესე ვთქვათ ჯანზე. ვეკითხები ლიბიდოს ვარიანტზე ყველაფერი მაქოშიანად. მანდაც ეჭი, იმიტომ არ მეპარება, იმიტომ რომ ლიბიდოს თუ მივასაუბარი, ლიბიდო საერთოდ ვაფშე პარალელური სამყაროა იმ ტესტოსტერონთან, რომელიც ჩვენ გვჭირდება პერფორმანსში, იმიტომ რომ ლიბიდო უფრო მეტწილად 70-80% ეს ფსიქოლოგიური მომენტი. როგორცაც გინდა ადამიანს თქვა დაბალი ტესტოსტერონი არ აქონდეს, თუ პარტნიორი ნორმალურად სექსუალურად აღაღზნებს, იქ ძალიან დიდი ალბათობა 95% ყველაფერი იქნება ჯიგრულად. და ადამიანს კიდე გზა თუ არა აქვს გადამწვარი ნერვული სისტემა და ასე შემდეგ. ამიტომ ტესტოსტერონი ყოველთვის არ არის იმის ინდიკატორი თქვა, რომ უეჭველი ჩვენ ვიქნებით ჯანზე, იმიტომ რომ არიან ხალხი ბიჭები მოდიან, ვიზუალურად შეხედავთ, ძალიან მაგარ ჯანზეა, ტესტოსტერონს აბარებს და აქვს დაბალი. იმიტომ რომ სტრუქტურულად არის ადამიანი უფრო მიდრეკილი გენეტიკურად უფრო ამ გარკვეული კუნთოვანი გიპერტროფიისკენ და ვაფშე პოხუ იყიდია ტესტოსტერონი საერთოდ. არიან ხალხი, რომლებიც ვეყოს მეგობარი 40
4 წლის და წარმოიდგინეთ ტესტოსტერონი, რომელიც ტესტოსტერონი სინევოში რო არის 27 თუ არ ავსწრები ზედაზღვარი, ჩაბარებული აქვს და ქონა სტაბილურად სულ 28, 30, даже ერთხელ პიქსზე ქონა 32, მაგრამ სტრუქტურულად საშინად გამოიყურება, ვაფშე ვერ არის ჯანზე, ვაფშე. ხელი შეიძლება აქვს 37, ჩოლბრი მუცელი აქვს, ვარჯიშობს და რაღაცა არაფერი, ჟიმზე ეწევათ 120 კილოს, აი არაფერი ვაფშე განსაკუთრებული. ამიტომ ტესტოსტერონი გარკვეულად როცა სარმების თქვათ მიღების პროცესში რაღაც დროებით ვარიანტში თქვათ ითრგუნება, ეგ იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ჯანზე ვერ მოვალთ. ეგ იმას არნიშნავს, რომ თქვათ რაღაცა გარკვეულად მე ჰიპოფიზი ვეღარ ჩაერთვება მუშაობაში, იმიტომ რომ ფაქტიურად იმდენი სტერეოტიპი დადის ამ თემაზე, რომ უზომოდ ძალიან დიდი სიგნალია. მე ახლა ამის განხილვა მინდოდა ფაქტიურად. როგორც თქვი, ანუ ნუ მოტყუდებით პირველ რიგში, იცოდეთ რომ ლიგანდროლი გინა ავიღოთ, გინათ S4, გინათ თქვათ აი რადარინი ყველაფერი ხუშიანად ჯიგრულად მუშაობს, თუ რეალურად მწარმოებელი ჩვენ არ გვატყუებს და არის რეალურად ის, რასაც ჩვენ ვიღებთ. ეგ არის ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი, რომ აი ვითომ გვიძზე მოქმედებს, არაფერი გვიძზე არ მოქმედებს. ეხლა მას მოვიდა ჩემთან ერთი კლიენტი 38-ის საშინელი ქონა, მაღალი ქონა, კრეატინ კინაზა 5000-ზე ქონა ზევით, ALT-AST, ტაბლეტებს ვაფშე არ იღებს არაფერს, ქონდა მიახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ მაღალი რეფერალურზე. ეგეც რაღაცა გარკვეული ისეთი დროებითი ინდიკატორი არის, იმიტომ რომ ძიმე დატვირთვების შემდეგ ALT-AST იწევს. და ამიტომ ამით ხა იმის თქმა მინდოდა, რომ გარკვეულად სარმები თუ მივასაუბარი მოკლე პერსპექტივაში ღვიძლის ნაღდათ არ დაგიშლით. ეგეც გარკვეული არის სტერეოტიპი არის. რაც შეეხება თქვა გვერდითი მოვლენების ვარიანტს, ერთ-ერთი ვარიანტს აღნიშნავ იმას, რომ ტესტოსტერონის დროებით სუსპრესია ხდება. ანუ ქვეითდება, ეგ ლოგიკურია, იმიტომ რომ ეგენი მოქმედებს იმაზე ჰიპოფიზზე. LH-FSH დროებით იკლებს და მთავარი ნიუანსი, ძირითადი ყველაზე ნიუანსი არის ის, რომ სარმების მიღების შემდეგ უეჭველი უნდა მივიღოთ უკვე სერმსები. ყოველი სამი კვირა კლომიდი, ეგ არის როგორც ჩოლბური გარკვეული ბაზა. ყველაფერი დგება მე ნორმაში. ღვიძლზე საზრუნავი რაღაც გარკვეულად არ არის, თუ თქვა საუბარი მაინც და მაინც ადამიანს თქვა აქვს რაღაც უფრო ნაღლის ბუშტის პრობლემა თქვა, რაღაცა თქვა გარკვეულად კუჭრაწავის პრობლემა. შესაძლებელია და ცუდი არ იქნება რომ დავამატოთ თქვა გინაც ერთი 500 მილიგრამი, გინაც ტუდგა, გინაც უტგა. უსადოქსკოლის მჟავა. ეგ არ იქნება, ეგ უბრალოდ როგორც პროფილაქტიკა არის, მაგას მეუბერავს ნონ-სტოპით ფაქტიურად. ეგ ისეთი პრიმიტიული საკითხი რომ მაგას ვაფშე არც განიხილება. რაც შეეხება თქვა გარკვეულად კიდე ზოგადად ლიპიდურ პროფილზე არის ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილები ცუდი ლიპიდური პროფილისკენ, სარმები აშკარად კი შესაძლებელია რომ იმოქმედონ ლიპიდურ პროფილზე. ამიტომ ეგეც შესაძლებელია უბრალოდ ანალიზების გაკონტროლებით და თუ თქვა რაღაცა თქვა არის არეული კლასიკური როზულასტატინი მაგ სიტუაციას აი ესე აგვარებს მიახლოებით 1-2-3 კვირა მიღების პროცესი. რაც შეეხება რო შევეხებინე კონკრეტულად ალბათ ერთ-ერთ იმ სარმს რომელიც ყველაზე მეტად მომყავხარ ჯანზე ალბათ სვეტში არის ლიგანდროლი, სვეტში. იმიტომ რომ როგორც ძალას, ესევე ხორცს და ყველაზე სხვა ბონუსი ის აქვს, რომ კიდე მატებს ძალიან მაგრად აი ძარღვობის ტონუსს მატებს, ანუ აშკარად აი კიბერები. მე მაქვს აი მაჯაზე მაქვს ერთი აი მაჯაზე ხა არ გამოჩნდება მე მგონი. აი აქ მაქვს დიდი გარკვეული ისეთი ვეინი მაქვს წლების განმავლობაში და აი როგორც დავიწყებ ლიგანდროლის მიღებას, აი ეს ეგრევე პირველ რიგში ეს მებურთება და ეგ არის პირველი ინდიკატორი. თუ შევეხებით თქვა რაღაცა გარკვეული ისეთ საინტერესო კომბინაციას და მიქსს, რასაც შეიძლება რომ შეუთავსოთ თქვა, რადგან სარმებს უბერავთ. ყოველთვის იცოდეთ ბიჭები, რომ სარმები ფაქტიურად სარმი, რაბუჩი სარმი არის მიახლოებით ალბათ ერთი უფრო 5 რა. სარმები ბევრია ზოგადად, სარმები ძალიან ბევრია. არის უფრო 5. თუ შევეხებით კომბინაციას უფრო გვინდა ხორცი, რა თქმა უნდა ალბათ იქნება მან კომბინაცია რადარინი, მათ პოსტორიაზი არა. თუ მივასაუბარ უფრო რაღაცა თქვა, აი გამძლეობის და უფრო კიდე პიკზე, ძალაზე, მოკლე პერსპექტივაზე, ალბათ მასტორინი. თუ მივასაუბარ თქვა იმენა დასიებაზე და იმენა აი გაბეგემოტებაზე, იმიტომ რომ ძალიან ჯანზე მოვიდეთ. MK მაგ სიტუაციაში, იმიტომ რომ MK მატებს მატას, გინდა არ გინდა ჭამ, კალორიები არის, შესაბამისად დიდდები რა, ეგ არის. თუ მივასაუბარი თქვა რაღაცა თქვა და რეკომპოზიციის თემაზე, შეიძლება თქვა S4 აერიოს. შეიძლება აი უზომოდ ჯიგრული სარმი არის, ქვია სახელი ACP 105. იმიტომ რომ კიდე ნერვული სისტემაზე მოქმედებს. მე ვიტყოდი იმას, რომ ფაქტიურად ნერვული სისტემის ჯანმრთელობა ალბათ არის ყოველთვის უპირველეს ყოფილი, იმიტომ რომ მაინც რაც გინდა არ აქვქნათ, თუ ადამიანი ბედნიერი არ არის და არ აქვს ნეირომედიატორული ნორმალური ბალანსი თავში და ცოტა თქვა ეს ვარიანტი უბერავს, ვერ იქნება ეს უფასოვან ცხოვრებაში. და ACP არის ნორმალური ვარიანტი, რბილი არის AC 262.
ბევრნაირი ფანტაზია შეიძლება ამ სიტუაციაში, просто მე იმის თქმა მინდა რომ მაქსიმალურად ესადეთ არ მოტყუდეთ ამ სარმების თემაში რა. ძალიან რთულია ეს ორიგინალების დათევა ეხლა ნიუტერებების და პლუს რომ მილიგრამობაც იყოს შიგნით. ეგ ნიუანსია და ის ზღაპრები რომ ლიგანდროლი არ მუშაობს, ამაზე მინდა რომ თქვა ფაქტიურად გამეხილა ეს თემა და იქ ნახავდით თქვენ. წინ რომ მიკროული მაქვს ეს გარკვეულად ლინკი ამ გარკვეული კვლევის და უზომოდ საინტერესო არის. თან კიდე როგორ სიტუაცია საუხსნი. არიან კატეგორია ხალხი არის გარკვეული რაღაცა ჯგუფები არიან დაყოფილები, ჩოლობრივი ხარ, როგორც თქვა, სპორტში არის თქვა რაღაცა გარკვეული community-ები არის, ისევე არის გარკვეულად ამ ფარმაკოლოგიის თემაში. არიან უფრო old school-ის კატეგორია ხალხი ჯიმში, რომლებსაც რაღაცა ვთქვათ, აი იმათ იდოლებად ყავთ უფრო ძველი, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას რა, აი ისეთი ბაბუა მოკლედ კაჩუკები რო არიან, რომლებსაც მარტო სწამთ ნანდროლონ დეკანოატის, მეთანის და კლასიკა ასე რო ვთქვათ. რაღაცა გარკვეულ ბოდიბილდერულ ვარიანტში და ასე შემდეგ ხალხი ხო ვის გამოიყენებს დიდი ხნის განმავლობაში თქვა ის სტელიკებს როგორიც არის თქვა თან გასინჯული აქვს მაგათ მემბრანებს თქვა გარკვეულად და ქსოვილებს ტრესტოლონია ძალიან ძლიერი, ჰალოტესტინია ძალიან ძლიერი, ოქსიმეთოლონი არის საკმაოდ ძლიერი. მასეთი მსგავსი ფარმაკოლოგია რო აქვს გასინჯული და გასინჯული აქვს კიდე ვიტყოდი პირველ სიტუაციაში რომ მაინც ნერვიული სისტემაზეა ბევრი რაღაცა. როცა ის იმას გასინჯული აქვს და თან წაკითხული აქვს რომ პიზდეც ძალიან მაგარია. თან ვიღაცა იქ ძია მუთხრა 60 წლისთან რომ მე როცა ვიყავი ახალგაზრდა ერთ ტაბლეტს ავსვავდი რავი ოქსიმეთოლონს და ავწიე 776 ტონა. всё იმას კაროჩე დაეჯერა ეგ და ნერვული სისტემის ფონზე უკვე მასეთ რაღაცა უკვე რომ მიიღო, უკვე სერიოზულად აღარ აღიქواس მსგავს რაღაცა გარკვეულად ისეთ ან სარმებს ან გარკვეულად თქვა რაღაცა თქვა აი ლაით სტერიკებს ანუ უკვე გადალახა რაღაცა ეტაპი გარკვეული ფსიქოლოგიური და უკვე უნდა იმენა ხარტკორული და მე უფრო ყოველთვის მომხრე ვიყავი იმისი რომ უმეტესობისთვის პროფესიონალური სპორტი ბიჭებო არ მოსულა შეეგუეთ მაგას რომ ყოველასთვის სპორტი არ არის დაჟე ყოველასთვის ფარმაკოლოგიაც ბევრი არ არის უნდა ხვდებოდეთ თქვენ აი რეალურად უნდა ხვდებოდეთ რომ სპორტი არის ის ერთეულები ვინც არიან უნდა იყოს დაბადებული უნდა დაიბადო მასეთი ჯამრთელი უზომოდ ჯამრთელი რომ რაღაცას მიაღწიოს სპორტში იმიტომ რომ გინდა ავიღოთ თქვა ადამიანს თქვა აი სტრუქტურულად თუ ადამიანი ჯანზია და ყესები აქვს ჯანზე კიდე გზად ორგანოებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ადამიანს კუჭი უმუშავებდეს მაგრად იმიტომ რომ კუჭი არის რავი იმუნური სისტემა სეროტონინი აი მონელების პროცესები უზომოდ ბევრი ნიუანსი არის იმიტომ ეგ ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანი არ უნდა იყოს ალერგიული მე ვარ ალერგიული ყოველივე გარკვეულ რაღაცა ვთქვა ტესტი რო ავიღოთ მასტერონი ავიღოთ და ყველა გარკვეული ზეთები რაც არის ზეთი რო ფხვნილი ზეთში რო გაიხსნა საჭირო ის გამხსენი ბენზილბენზოა თქვია მაგას ეგ არის პროცენტულობით არსებობს რომ ხარშავენ ხალხი მაგას ზოგადად 15%-ზე, 12%-ზე, 10%-ზე მე ვარ ალერგიული, სულ იმოგლობულინი ემოქს მაღალი, სულ მაქვს ასთმა პერიოდებში. მე როგორც თქვა პერიოდულად სისტემატიურად ამ ბენზილბენზოატზე მაქვს ხოლმე გარკვეული პიკები, მაგას რომ მე რო ვარ ამ T1-ის ვარიანტზე, როცა ჩემი ასთმის პერიოდი მეწყება მიახლოებით აი მარტის ბოლოში აპრილის დასაწყისში მე დაჟე დიდი რაოდენობა თქვა ტესტი რო დავიწყო არამედ თქვა ფარმა დავამატო პირიქით მემართება უარესი ღამეს საშინად ვიოფლები უფრო ჩამომდის სურდო და უფრო თავს გზნობ ძალიან ცუდად ანუ ეგეც ჩემი ბაგი არის ანუ მე ვერაზოს ვერ გავიკეთებ ძალიან დიდი რაოდენობა ფარმას ზოგადად ეგეც გარკვეული ნიუანსია და ამიტომ ის არის რომ უფრო პროფესიონალ სპორტზე თუ მივასაუბარი იქ რაღაცა ჰარდკორული პუნქტი გადადის და არიან კიდე ჩემნაირი ტიპები ჩაოლებრივი ტიპები რომლებიც არ დაიბადნენ ჩაოლებრივები არ არიან ვაფშე ჯანზე ბაზარი არ არის და ცდილობენ მაინც რომ გარკვეულად რაღაცა თავის უკეთესი ვერსია გახდნენ ანუ ვერაზოს მე ვიცი რომ ვერ ამოწევ რა ვიცი აგა 350 კილო შეიძლება დაჟე 300-საც რა და მაინც ესეთი მსგავსი რაღაცა რაც არის გვაძლევს თვით დაკმაყოფილებას ალბათ ვიტყოდი ნახუი გინათ სპორტი თუ მე სიამოვნებას არ მანიჭებს რა თმინდა ის საქმე ვაკეთო ის რაღაცა რაც მე სიამოვნებას არ მანიჭებს ადამიანი ზოგადად თუ დაფიქრდეს და ზოგადად თუ დავფიქრდეთ რაღაცა გარკვეულ ძირითად ცხოვრებისეულ ასპექტებზე ცხოვრება ძალიან მოკლეა ცხოვრება ძალიან უსამართლოა ცხოვრება ძალიან არის მოსაწყენი და ფაქტიურად ჩვენ ფსიქოლოგიაზეა ყველაფერი დამოკიდებული და ვაკეთებთ იმას რაც გვისწორდება რა თორე ყველა ვართ ფაქტიურად უკვე თავიდან ვიზნაჩანა ვართ განწირულები იმ კუთხით რომ ყველა ვართ მომოკლდებიან უეჭველი მილიონი პროცენტი მოვა ის დღე უეჭველი რავი 35 40 70 88 რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ამიტომ ჩვენ ამას უფრო იმიტომ ვაკეთებთ გარკვეულ რაღაცა ვარიანტებს რაც ჩვენ სიამოვნებას გვაყენებს თან
გინდა არ გინდა რაღაცა გარკვეული პრიმატული ყოლა ადამიანში არის რა როგორც რაღაცა თქვა ცხოველებში რო არის ინსტინქტების ვარიანტი რა ადამიანი რო უფრო ჯანზე ხარ და რაღაცა უფრო თავს უფრო თვითდამაჯერებლი უგზნობ და უფრო ეს თვალენში გზნობ თავს უფრო ხოძზე რა შეიძლება ითქვას ამიტომ ვარჯიშობთ და ესეთი სარმები მსგავსი რაღაცა ლაითი ვარიანტები არის ისეთი პატარა ისეთი ხრიკები რომ ჯანზე ცვეთში იქნები ცვეთში ეხლა ვერ გახდები რონი კოლემანი, მაგრამ რაღაც ვარიანტში იქნები. Просто მე უფრო ლაპარაკობ true biohacking-ს, ანუ true biohacking-ს, bro science-ს, ჩემს რაღაცა გამოცდილებას, საკამაოდ მიძღვნილი მოქვს ბოლო წელიწადი ამ სფეროში და ამ სფეროში ვცდილობ უფრო და უფრო განვითარდე და უფრო მაქსიმალურად ახალი სიახლეები გავიგო და ეს უფრო ვარიანტი, რასაც მე ვლაპარაკობ, ანუ იცოდეთ რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი, რაც კი გარშემო არის, რო ვიხსენებ თქვა, შევდიოდი თქვა, უხეშად, რა ვიცი, პროტეინის იოგურტი თქვა, ღირდა, რა ვიცი თქვა, 3 ლარი, ეხლა გახდა 6 ლარი, 6.50, 5, ყველაფერი ზვირდება, ნივთიერებები ზვირდება. ანუ ნუ დაეშურებით, რომ აი იქ იაფია, იქ ოზონია, იქ ის არის, აი იქ ის ჯობია თქვა, დაითრიოთ ნორმალური თქვა, საიძე ნორმალური თქვა გარკვეულ პიროვნებას, რომელსაც ენდობით და ცვეთში რო იცით, რომ ხარისხიანი არის. ყოველთვის ჯობია, რომ გადაიხადო ბევრი. მე ჩემ თავზე მიცდია რაც კი რამე თქვა იაფად და ვითომ ისეთ ვარიანტში დამითრევია, ვითომ იაფში, ცვეთში რაღაცა გარკვეული პადოხი ყოფილა რა. ამიტომ ეგ არის პირველი ნიუანსი, მეორე ნიუანსი რაც თქვი ლიგანდროლზე ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი არის ძალის მხრივ, მასის მხრივ და ასე შემდეგ. კლასიკური პროტოკოლი. რო ვთქვა, რომ დოზირება მე მიცდია 30 მგ-ზე ზევით, ალბათ ვიტყოდი რომ უფრო არა. მიცდია 10 მგ, მიცდია 20, მიცდია 30 მგ. წონით როცა ვიყავი ხოლმე 100 კილო, თითქოს აი 30 მგ-იც უკვე ბევრი არის. მაგ კუთხით რომ რაღაცა ვარიანტში 100 კილოიან ტიპისთვის ბევრია. თუ ეხლა ათლეტი არის მიახლოებით წონით ვიტყოდი 110-115 კილო, მან 30 მგ არის ზედაზღვარი. მეც პროსტა არანაირი ვაფშე აზრი არ აქვს. შეჯობია რაღაც გარკვეულად დაიმიქსოს. ყოველთვის ნებისმიერ ასპექტში რაღაცა თქვა თუ მივა საუბარი გარკვეულად რაღაცა გარკვეული ციკლის, რაღაც გარკვეული ფეცის კალათაზე თუ მივა საუბარი, ყოველთვის ჯობია რომ რამოდენიმე კუთხით წავიდეთ რა. რაღაცა თქვათ იყოს თქვათ გარკვეულად mTOR-ის აქტივატორი, რაღაცა თქვათ მიოსტატინის ინგიბიტორი, რაღაცა თქვათ გარკვეულად რომელიც ზდის ჰორმონს და სომატოტროპინის დონეს თქვათ IGF-ის დონეს აწევს ეგ. რაღაცა თქვათ მსგავსი როგორც არის თქვათ აი სარმის თემა. და სარმების თქვათ ჯგუფი კიდე ხო არის ბევრი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია როცა მაგებს თქვათ ვიღებთ და მაინც მე შესაბამისად ჩვენ რამე თქვათ კლომიდი გვექნება დასალევი, ყოველთვის ჯობია რომ მივიღოთ თქვათ 2, ან და შეიძლება რომ იყოს თქვათ 3 რამე სარმი. მაგალითად თუ თქვათ გვინდა ჯანზე მოსვლა და მაქსიმალურად მეტი ჰიპერტროფია და უფრო ჯანი, ცვეთში ლიგანდრული მაგალითად რადარინი და რამე თქვათ მიოსტატინის ინგიბიტორი შეიძლება. გინაც ბუნებრივი ეპიკასეტინი, გინაც EK11 რო არის, ეგეც შეიძლება რა. დანარჩენი ფაქტიურად მსგავსი რაღაცა პროტოკოლები ბევრნაირი შეიძლება ძალიან გაკეთდეს. დაჟე რაც ახლა თქვი ფაქტიურად მე ვთქვი ახლა სარმების ვარიანტი და EK-ის 11-ით მე მგონი სარმში ითვლება ეგ ვარიანტები და მაგ სიტუაციაში კიდე თქვა შეიძლება დაჟე დაემატოს გინას თქვა თან GH-ი, გინას თქვა თან IGF-ი, გინას თქვა თან კიდე იყოს კლასიკური დაჟე ციბუტამორენი რა. ესეთი გარკვეული მომართვა თან გარკვეული, თან რაღაცა გარკვეული ის ვარიანტში ამ კვლევასაც უეჭველი ხო ნახავდით, შეგიძლიათ წაიკითხოთ. ლიგა ცვეთში არის ჯიგრულად მომუშავე, სარმი რეალურად მაგარი ეფექტური, განსხვავება, ნიუანსი. განსხვავება ახალ ლიგანდროლთან 30-33-თან. ის შედარებით არის უფრო მოკლე მოქმედების, ის მუშაობს მიახლოებით 1-6-7 საათი, ანუ ის უნდა დატყდეს. და ის უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. ანუ 24 საათი ჩვენ გვაქვს, რაღაც გარკვეული ნივთიერებები, რაც უფრო აი ესე ჯაჭურად აი რო იშლება თქვათ ჯაჭვი გარკვეული მიღების შემდეგ, რასაც უფრო მივაშველებთ და ეს ჯაჭვი უფრო იქნება რკალი ეს თვალით შეიძლება ითქვას, უფრო სრული 24 საათის განმავლობაში მით არის უფრო შედარებით უკეთესი. ლიგანდროლი გრძელი ხანის, ან დღეში ერთხელ რომ დავლიოთ, ვაფშე პრობლემა არ არის 24 თუ 30 საათი. არის აქტიური და მეორე ლიგანდროლის ახალი 30-33 რაც არის, ეგ მუშაობს მიახლოებით 6-7-8 საათი. ანუ ეგ უეჭველი თუ დაილეო, უნდა დაილიოს დღეში ორჯერ. მაგას უბრალოდ შედარებით მოყავს ცოტა ნაკლები წყალი თითქოს. მაგრამ დიდ განსხვავებას მე ვერ აღვზნო და კლასიკური ლიგანდროლი ჯობია რა. აი ამას ვიტყვი ამ სიტუაციას. ის არის უფრო ეგზოტიკის პონტი. რასაც ქვია რეალურად რაღაც გარკვეული ისეთი აი ჯიგრული პროსაიენსის თემა, უფრო ვიტყოდი რომ კლასიკური ლიგანდროლი იმინა ლიგა არის იმინა მამა რა. ლიგა არის იმინა თემა. ესეთი ვიდეო ლიგანდროლზე თუ მოგეწონა თუ ეჭველი მეგობრებს გაუზიარეთ ლაიქები რა ვიცი და ლაიქეთ და მსგავს რაღაცა გარკვეულ საინტერესო ფორმატს კიდე შევესწრებით რაღაცა კომბინაციებით ხოლმე გაგახაროთ და კონტენტი ფაქტიურად არ ჩავაგდო რა. გააზიარეთ, ვისაც ფაქტიურად გინდათ რა ვიცი ისეთი გარკვეული ექსკლუზიური კონტენტი, სავაჭრო პროგრამები და თან კითხვა
პასუხის რაღაცა ვარიანტები დახურულ ჯგუფში გაწევრიანდით. ვისაც გინდათ დეტალურად, მაინც როგორც გინდა არა ვთქვა, ძალიან ბევრი მწერს, აი რა მივიღო, როგორ მივიღო. ახსნ როგორ ნიუანს, ბიჭები, თუ ანალიზები არ შეგიბარებიათ და თქვენი ჰორმონალური ფონი, სისხლის ფიზიოლოგია არ იცით რა მდგომარეობაშია, ძალიან რთულია მოარტყა იმენა ისაც საჭიროა. ამიტომ თუ თქვათ, გინდათ რომ აი დეტალურად მიხვდეთ რა არის საჭირო და როგორ, მასაც სიტუაციაში ჯობია რომ მოხვიდეთ ერთჯერად კონსულტაციებზე. ბევრი მოდის ონლაინ წაყვანის ვარიანტში ვერ აკაჩავს ფინანსურ ვარიანტში. ერთჯერად მომსახურებაზე შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩააბაროთ ანალიზებით და მერე დავსხებით, აგიხსნით ყველაფერს. თქვენი ანალიზების და მიხედვით რა არის კორექტირება არის საჭირო, რომ გაცილებით მაგრად გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და რა ვიცი, მოხვიდეთ ჯანზე და გინდათ თქვენი სპორტული პერფორმანსი. ეგ არის ბიჭები. ყველა იყავით ჯანზე, არ მოტყუდეთ, მაქსიმალურად არ მოტყუდეთ. ისეთ სიტუაცია, რომ ძალიან იცვლება ყველაფრის სიტუაცია. მე ჩემს ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გულახდილად ვიყო თქვენთან გახსნილი და ჩემს აუდიტორიას გავუზიარო ის, რაც ვიცი მე ფაქტიურად რაღაც გარკვეული დახურული ბროსაიასის ვარიანტიდან. ეგ არის ბიჭები, ყველა იყავით ჯანზე და ყველას დროებით ადიოს.